სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ერთმანეთს დაგვროცოთ, ერთმანეთს დაგაძლიეროთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახარება, ნებისმიერი სახარების ამონავი, რომელიც იკითხება ტაძარში და საერთოდ ეს ეკლესიური ცხოვრება ორიენტირებული არის მხოლოდ ერთი მიზნით, ამაზე ჩვენ სულ საუბრობთ და ეს ასე არის. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ის გახდეს ზეციური ეკლესიის წევრი და ყველა წმინდანთან, რომელიც შენებას დღეს არის და არა მარტო დღეს, ვის გაგიგონიათ და რომელიც შენების ყოველ დღე არის, მათთან ერთად ვადიდოთ ყოველწლინა სამება. ეს არის მიზანი ჩვენი ეკლესიური ცხოვრების, ზოგადად ქრისტიანული ცხოვრების, ზოგადად ჩვენი დედამიწაზე მოვლენების ასე ვთქვათ მიზანი და არსი სწორედ ეს არის. ამიტომაც შესაბამისად ნებისმიერი სახარების ამონავი, რომელიც იკითხება ტაძარში, აქვს ეს დატვირთვა, ეს მიმართულება და უფალი ჯერ თავის დროზესაც მიწაზეების მოღვაწეობა იყო იმ ადამიანებს მოძღვრავდა ამ სიტყვებით და ახლაც ჩვენ, რათა შეგვაგებინოს თუ რა პრიორიტეტები მართებს ჩვენ ადამიანებს იმისთვის, რათა ჩვენ დავიკითხოს ბევრი ცადა. ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენ სხდომდეთ. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რათა ჩვენ ღმერთი ვიხილოთ და მის მარჯვნივ დავსხდეთ. ანუ ნებისმიერ სახარება ამაზე მიმართული და დღევანდელ სახარებაც მათ შორის დღევანდელი ამონარების ორი ამონარები სახარებიდან არის სწორედ ამაზე ერთი მათეს სახარებიდან და მეორე იონეს სახარებიდან არის ამონარები. დიდარი ჭაბუკის თემა, რომელიც საკმაოდ ცნობილი არის მოგესალმება ქრისტიანულ ისტორიაში და იმდენ ცნობილი არის ეს დიდარი ჭაბუკის თემაც, რომ ბევრი მეცნიერი და ღვთისმეტყველი ვარაუდობდა, რომ ეს ჭაბუკი მართალია არასწორად, მაგრამ მაინც ნახან ამ ჭაბუკზეა საუბარი ამ შემთხვევაში სახარებაში შეიძლება ყოფილიყო მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს. რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი არის იოანე ღვთისმეტყველზე ცხადია და ეს ამას არავის არ ეყარება ეჭვი, მაგრამ ზოგიერთი ვერსიაც გამოიხსნა, რომ ეს ჭაბუკი, რომელიც ნათქვამი ეს სიტყვები ეს სახარებაში ვერ მოისმინეთ, შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი, იმიტომ რომ მართალია მათი სახარებაში არა, მაგრამ სხვა სახარებაში, მარტოს სახარებაში წერია, რომ იგივე თემაზე საუბრობს מחარებელი, რომ დიდარ ჭაბუკი მივიდა მაცხოვართან და რა გავაკეთო, რომ სხონდეო, რა, ასეთი რა მომხდეო. იქ წერია ესეთი საოცარი ფრაზა, შეხედა მაცხოვარმა და შეუყვარდაო. ანუ პირდაპირ მოსულ ადამიანს შეხედა მაცხოვარმა ამ ადამიანს და შეუყვარდაო. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ სახარების ცხოვრებიდან ვიცით, რომ წავიდა და დაღონებული და დიდარი იყო, ესეთი რეზუმე გააკეთა מחარებელმა. იქაც და აქაც, მაგრამ უამრავი ეგზეგეტიკა არსებობს, ანუ განმარტება ადგილებისა, წერა-ამისა, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია, რომ მაცხოვარს, რომელსაც შეუყვარდა ვინმე, ანუ შეუყვარდა რა, ახლა სხვა არის რა, რაღაც შეუყვარდა იმიტომ, რომ დაინახა მისი გული, შეუყვარდა იმიტომ, რომ დაინახა მისი საქმეები, მისი ზრახვები, ფიქრთა სამყარო, ცხოვრების წესი. იმიტომ შეუყვარდა, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო და ეს ჩანს, ეს მაგ დიალოგიდან ხომატალია რა. შეუძლებელია ასეთი ადამიანიო, რომ დაღუპულიყო და არცხოვებული იყო. ცხადე და კიდევ არის მოსაზრებებიც, მართალი არასწორი, მაგრამ არის, რომ ეს რომელსაც შეუყვარდა, არის ის მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ანუ ესეთი ფრაზა ტერმინი მოგესალმებათ არის იონეს სახარებაში და ეს ცნობილი არის იოანე განუყოფნებს დახუტარ თავს. აი ამასაც ზოგიერთი მეცნიერი მიაკუთვნებს ამ ჭაბუკს. მაგრამ ამ ჭაბუკის ვინაობაზე არ არის ხან შემთხვევაში საქმე, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ანუ რა პარამეტრები მოეთხოვება ადამიანს რომ სხონდეს. აი დაუკვირდით ადამიანი, რომელიც აუცილებლად ეუბნება მაცხოვარი, რომ იცი რა მარტივია ცხოვრება, დაიწყავ ის მცნებები, რაც ცნობილი არის უკვე რა, რაც მოცემული აქვს, გაცხადებული აქვს ისგან, არ იმრუშო, არ იპარო, არა გასწვა პატივი დედას და მამაშენსას. მარტივია რა, ცნობილი არის მოძრაობის წესები ისე თქვა და შენ თუ გინდა ამ ყველაფრის განხორციელება, ადრე და დაიცავ. უფრო საოცარი პასუხი ამ მაწვილისა, რომელიც ამასო ბავშვობიდან ამას განხორციელებ. ბავშვობიდან მე ამას ვაკეთებ, ანუ არც ვიპარავ, არც კლავ, არც ვუშობ. აი ეს უფრო გასაკვირი არის, როცა ადამიანს საშუალება გააჩნია, მდიდარი არის, როცა მდიდარი ადამიანი, მეტი ცნობა აქვს, საშუალება აქვს, თავისი
მიდრეკილებების, მანკელი მხარეების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებისა. ფული ამიტომ არის ესეთი განაცუდია თავსად გლოკოპნავად თუმცა დიდარი ხარ, უფრო მეტი ესე ვთქვათ საშუალებები და შეძლებლობები იხსნება შენ წინაშე, რა თქმა უნდა ნეგატიურის ასევე პოზიტიურისაც ცხადია, რა თქმა უნდა. და ეს ადამიანი, ეს ახალგაზრდა ადამიანი ახალგაზრდას იმიტომ უსვამ ხალხს, რომ ახალგაზრდა არის ყველაზე რთულ ასაკში ადამიანი. მშობლობაში მაქვს მერქან ურთიერთობის პერსპექტივაში ვაქვს რთული ასაკი, იმიტომ რომ როცა ახალგაზრდა ადამიანი ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ამ რაღაცებზე და ყველაზე მეტად ფიქრობს ადამიანი თავის ესე ვთქვათ ნებების წახალისებას და დაკმაყოფილებაზე. ძალიან რთული არის დღესაც და არა მარტო დღესაც, როცა ადამიანი ახალგაზრდა ადამიანის ეკლესიაში ეკლესიურად ცხოვრობს. ეს ურთულესი, ეს არის დინების, ანუ დინარის დინების საწინააღმდეგო ცურვა არის, შეიძლება ითქვას. უამრავი წინააღმდეგობა ერთვება ამ პროცესში. წარმოიდგინეთ დაწყებული საკუთარი დაცემული ბუნებიდან, როცა ეს იღვიძებს, ანუ ახალგაზრდა არის, ასაკი როცა გარტყეს ასაკია თუ რაც არის ეს ახალგაზრდა ყველა ემოცია გამწვავებული არის, ეს ერთის მხრივ ის სულოს გარემოზე გავლენა რა ყოფილი არ იყოს, არა ეს გამწვავებული მომენტი არის. მერე გარემოზე გავლენა, როგორ წრეში იზრდება ადამიანი, რა ფასეულობები გააჩნია ამ ადამიანებს, ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ახალგაზრდა ძალიან ადვილად მიდრეკილი არის. მიდრეკილია რომ ადვილად მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ. ვინც უფრო ლიდერია თქვა მის ჯგუფში, ან რა ვიცი, ვინც უფრო მოწონს ან აღიარებს თქვა მისი ცხოვრების წესს უკეთესად ასე შემდეგ არა. ადრინი არის თანა ესე თქვა თანა მოაზრების პოვნა ამ ასაკშიც, იმიტომ რომ ერთნაირი მიდრეკილებები გააჩნია ადამიანს. ამიტომ ძნელი არის ძალიან ძნელი არის ამ ასაკში ზოგადად საღვთო წესებით ცხოვრება. ძალიან ძნელი არის. და ამიტომაც მე ყოფის მიკვირს ხოლმე ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი მოდის ეკლესიაში ძალიან მიკვირს და მიხარია ცხადია არა მარტო ახალგაზრდა თქონდა შუა ხანსაც და მოხდიერები ამაზე ეს მიხარია იმომაც რომ ესე იგი ეს ადამიანი შეიძლება გაცნობიერებლად შეიძლება გაუცნობიერებლად მაინც აკეთებს რაღაცას სწორ არჩევანს, მაგრამ მერე იწყება ძალიან რთული პრობლემები. ადამიანი მოდის ეკლესიაში, თუნდაც ახალგაზრდა, თუნდაც ხნიერი ახლა ახალგაზრდაზე საუბარი ახალგაზრდაზე გავავახე ყურადღებას და დიდი საშიშროება ხდება იმ პრობლემისა, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ უნელდება ეს შინაგანი იმპულსები, უნელდება შინაგანი რაღაცა ეს მოტივები, რაც მას გაპირობა ეკლესიაში მოსვლა და მხოლოდ თუ ის დადის ეკლესიაში, მხოლოდ გარეგნული ცხოვრებით ცხოვრობს. ეკლესიური ცხოვრება მოდის ამ დროს რიტუალში მონაწილეობას ღებულობს, პერიოდულად ახსენებას ამბობს და უნელდება. და ამ დროს იწყება უკვე რღვევა ადამიანის მერქან ურთიერთობის ცხოვრებაში რღვევა და ნაპრალის გაჩენა და ამიტომ აუცილებელია თურმე მიხედვა ამგვარი მდგომარეობისა. იმიტომ რომ ერთის ამა ქვეყნის, ამა წუთის სოფლის ფასეულობები მასე დიდზე გავლენას ახდენს. იმიტომ რომ თუ პატარა იყო ბავშვი თქვა ის მაინც ოჯახის წიაღში იზრდებოდა და ოჯახის ფასეულობებში მაინც ასე თუ ისე თქვა ამით ცხოვრობდა საზრდოობდა და უკვე ამ პერიოდში ის გადის გარეთ და უკვე ის სულისკვეთება რომელიც მოდაშიც არის, პოპულარულიც არის და წარმატებულიც მისი თვალიდან ახლა ესე ჩანს არის და მომგებიანიც და კომფორტულიც. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან ძნელია დაუპირისპირო ის ფასეულობები, რომ იცი რა, შენ კი ხარ ახალგაზრდა, შენ კი ხარ დღეს ყველაფერი გინდა ის თქვა წასვლა თქვა ერთ ცუდ ადგილებში, გინდა თქვა რაღაცებს აკეთება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ შეიძლება, იმიტომ არ შეიძლება რომ და მე ჩამოდი რატომ არ შეიძლება და ეს თითქოს და არ გამოდის მომგებიანი პოზიციები იმასთან, რაც მას ხიბლავს. ძალიან რთული არის, ამიტომ ქრისტიანული ფასეულობები დაანახო ამ თაობას, ამგვარ თაობას იმგვარად, რომ კონკურენტუნარიანი იყოს მის აზროვნებაში ამასოფლის ესე ვთქვათ სიტყვები. ძალიან რთული არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანი არ არის ფასეულობები ქრისტიანული.
ვერ შეედრებიან იმ ფასოლებს, რაც თავაზობს ღვთისმსახური ადამიანს, მაგრამ მის აზროვნებაში, ადამიანის აზროვნებაში ამასახში ძალიან რთულია, რომ ეს ფასოლებები უფრო მომგებიანად დაანახო. ძალიან რთული, იმიტომ რომ ერთის ხრივ ასაკია, მეორე ხრივ არ უნდა, მესამე ხრივ არც უნდა იმას აკეთებს და მე ეს რღვევა გარემული ქრისტიანული ცხოვრებისა და შინაგანი რეალურად წარმართა ჩამოყალიბების პროცესისა ადამიანში ახალგაზრდისა რა, უკვე რა თქმა უნდა დიდ ნაპრალს აჩენს ზოგადად ურთიერთობების ადამიანები ამასახში ხდებიან უფრო ორპირები, ორმაგ ცხოვრებას თამაშობენ, ცხოვრობენ, ერთნი არიან მათ სამეგობრო წრეში, მეორე არიან ოჯახში, თქვათ, მესამე შეიძლება ეკლესიაში კიდე ისმი. ამიტომ ეს გაორებები და გასამებებიც კი ამასახში მოსულა და რეალობაა. ამიტომ მშობელმაც, სამეგობრო წრემაც და ეკლესიამაც უნდა ამაზე იმუშავა, რომ ადამიანი ამასახში იყოს პირველ რიგში მინიმუმ თუ შეინარჩუნა გულწრფელობა, გულწრფელობა თუ შეინარჩუნა ამასახში ადამიანმა. ანუ გულწრფელ დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, საერთაშორისო მიმართ, გულწრფელ დამოკიდებულება თუ შეინარჩუნა ადამიანმა, თუნდაც აღსარების დროს და იქ არ დაიწყო რაღაცეების ესე თქვა მიჩქმალვა და დამალვა, ეს თუ მაინც შეინარჩუნა რა, მიუხედავად მის ცოდნებისა, მიუხედავად მის დაცემულობის მდგომარეობისა, მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ამ ადამიანისგან, ანუ ამ ახალგაზრდა ადამიანისგან ჩამოყალიბდეს მებრძოლი ქრისტიანი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაგრამ თუ კი ეს ადამიანი ვერ მოახერხებს, სამწუხაროდ ვერ მოახერხებს აი ამ გულწრფელობის შენარჩუნებას და გულწრფელობის შენარჩუნება რა არის, იცი? ის არის, რომ შეიძლება 1000 უბედურებაში გახოს ფეხი ადამიანთან და გარეთ უნდა იყოს კარგი ბიჭი, კარგი გოგო, რაღაც პატიოსანი, ვიღაცის თვალში, მშობლის თვალში, მოძღვრის თვალში, მრევლის თვალში, აქვს რამდენი სახეც აქვს, იმიტომ დამოკიდებულება არის. ამიტომ ძალიან გასაკვირია და სამაგალითო არის სახარებისეული თხრობა, ამიტომ დავიწყეს, რომ ეს ჭაბუკს, ამ ჭაბუკს, რომელიც აქ მოთხრობილი არის, აქვს საშუალებაც გართობისა. იმ დროს თუ გოეთ მაშინდელი სამყარო როცა ქრისტე მოღვაწეობდა, არ სთავაზობდა თანამედროვე ადამიანებს ყველა სულ პაკეტს მომსახურებისას, სიმონების დაკმაყოფილებისას ძალიან ცდებით რა. რომელიც მაშინდელი ეს მომსახურება წუწოფლის ესე თქვა რა, რაც კი შეიძლება დღევანდელს. იმენ მრავალდროვანი იყო მაშინდელი ესე თქვა. იმიტომაც მოვიდა ქრისტე სწორედ მაშინ და იმ დროს, რომ სწორედ აღმატებული იყო კაცობრიობის დაცემული მდგომარეობა, სოდვითი და მდგომარეობა ვიდრე დღეს არის. თუმცა ამისკენ მივიდეს ყველაფერი ეს ცხადი. ამიტომაც ეს არ გასაკვირია ეს ადამიანი იძახის, რომ იცი რა, სიკვდილიდან ჩემიდან დამიმარხავს ეს ნებები და რაღა მაკლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ დავიწყებთ, ვერც ახალგაზრდები და ვერც დასული ადამიანები, რომ თქვათ, რომ იცი რა, ამ ფიქრით ან საქმით არ მიმუში, ან მომიპარავს, ან შოვლებისადმი პატივისცემა ყოველთვის გამომიხატავს. ამით ჩვენ დღესაც ვერ დავიკვეხნით, ვერ დავიტრაბახეთ, ამიტომაც ვართ ესე ვთქვათ, გაჩერებული შუაგზაზე. ამიტომაც არის მისამებელი სწორედ ამ ჭაბუკის ეს აქცია. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ სიმდიდრე პრობლემა არ არის. სიმდიდრე ძალიან დიდარი საშუალება არის, რომ მომრავის ეკეთებს ადამიანს. და ის ფრაზა, რომ ძალიან ადვილად შევაახლები ნემსის ხუთში, ვიდრე დიდარი ცხონდესო, ეს გონიათ რაღაც ისეთ ფრაზა, რომ აი თქოს დიდარი ადამიანი ვერ ცხონდება. მაშინ არ ითქოდა უფალი, რომ ძალიან ძნელად ცხონდება. თუ ამ ფრაზას, ამ სიმბოლოს, სახატებას, აკლების და ნემსის ხუთისას ჩვენ მივიღებთ პირდაპირ, მაშინ ძნელად კი არა. საერთოდ ვერ ცხონდება დიდარი მაშინ. ესე გამოდის, იმიტომ რომ აკლები ვერასდროს ვერ გაყოფს, ვერ გავა ნემსის ხუთში ხარ. მე მგონი ამას ხვდებით არა. ესე იგი, მაშინ გამოდის, რომ მაცხოვარი ამობს ერთის ხრი ძნელად ცხონდება, ხოლო მეორეს ხრი ვერ ცხონდება ვერასდროს. მაგრამ საქმე ამაში არის, რომ მაცხოვრის ეს ფრაზეოლოგია, ეს სიმბოლოები ძალიან გასაგები იყო თანამედროვე
ხალხისთვის, ვინც უსმენდა მას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სიმბოლოები რაღაც ციდან მოტანილი კი არ იყო, მაგრამ იმდროინდელი რეალობიდან აღებული მაგალითები იყო. ახლები და ნემსის ყუნწი ერქვა კარიბჭეს, ერთ-ერთი შესასვლელი იყო იერუსალიმში, სადაც მოხდა ვიწრო იყო და ახლები იჩოქებდა და ისე შედიოდა, ისე შედიოდა, ესე ვთქვათ, ამ კარიბჭში, ძნელად შედიოდა ამ ნემსის ყულში, ასეთი სახელწოდება ერქვა იმ კარიბჭეს იერუსალიმში და ამ შედიოდა მაგას, ხო ეს ახლები რა. თუ პირდაპირ გავიგეთ ვერ შევაყოთ, თუ ისტორიულ კონტექსტს გავიგეთ, შედიოდა. ხო? ამიტომ მიდრები ხართ, დაწყნარდით, თქვენ შეგვიძლია თქვენც გააქვთ შანსი ხონებისა, მაგრამ ისევე როგორც ვისაც გონია რომ ეს ფრაზა ავტომატურად ნიშნავს შემდეგს, რომ თუ მდიდარი ძნელად ხონდება, ესე იგი ღარიბი, ესე იგი შეგრიანდება სამხო შეგრევებს. ხო? თუ ამას ნიშნავს ეს არა, მაშინ ძალიან შემსწავლად, იმიტომ რომ მე აღეც მithქვამს ეგეთი ფრაზა, რომ ძუნწი მდიდარი და ხარბი ღარიბი ეს ერთი და იგივე მოვლენა არის, ფენომენი არის და ერთი და იგივე ვნებაში მყოფი ორი ადამიანი არის, რომელსაც უბრალოდ ერთს აქვს ფული, მეორეს არ აქვს. დამოკიდებულება ფულის, ხონების, მომხმეჭელობის, საგლეჯვის და ასე შემდეგ ორივე ადამიანს მდიდარსაც და ღარიბს ერთნაირად აბსოლუტურად ერთნაირი აქვს. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, მდიდრებისთვისაც და ღარიბებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და ღმიერებისთვისაც სხონების უნივერსალური საშუალებები არსებობს, მოცემული და გაცხადებული აგერული ყოველთვის წელიწადია, მოცემულია და სწორედ მეორე სახარება, ამას სახარების ამან ივანეს სახარებიდან მე ვარ ვენახი, ანუ იგი ვაზი ჭეშმარიტი, ამაზე მეტყველებს, რომ თუ კი ჩვენ დავრჩებით იესო ქრისტეს ლერწმებად, ანუ ვაზიათ და ჩვენ ვარ ლერწმები ვართ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიღებთ ნაყოფს. სხვა შემთხვევაში მოკვეთილი ლერწამი რა მოსდის? ვენახები აგათიცი ასმოდის. იღებენ და ყრიან ცეცხლში წალამს ამ ესე ვთქვათ რა. ხო? ერთადერთის დარჩენა ლერწმა ქრისტეს, რომელიც ვენახი არის, მასზე არა არის საშუალება რა? რომ ვიყოთ მისი მცნებების ამსრულებლები. და ამით ხდება ჩვენი განწმენდა სწორედ. მისი ერთგულება სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ თუ კი ჩვენ ვართ ლერწამი და ის კი ვენახი არის და თუ კი ჩვენ გვინდა ნაყოფი გამოვიღოთ, სწორედ და წმინდანი ვიყნეთ, სწორედ უნდა დავადგრეთ, როგორც წერია ძველ ქართულად ივანეს სახარებაში, სწორედ ვენახსა ზედა. ვენახი დღეს სამწუხაროდ მრავლობით ნიშნავს ბევრ ანუ ვას. ვენახი ანუ ბახს ნიშნავს, ანუ ვენახი ჭეშმარიტი არის ვაზი იგივე, ეროვნულ ქართულად ვაზი, ვენახს ნიშნავს, ხო? ანუ ამ ვაზზე უნდა დავადგრეთ, ვაზი თავად ქრისტე არის. ეს სახეებია, სახეობრივი გამონათქვამები, იგივე როგორც წყემსი კეთილია რა, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, ასე ვენახი ჭეშმარიტი, ეს ყველაფერი სიმბოლოები, არც ვენახი, არც გზა არის და არც პური არის, რომელიც ზოგადად პურია რა, რომელიც გზեցით გარდამოხდა იესო ქრისტე. ეს არის სიმბოლური სახეები არის ქრისტესი და ადრილად გასაგებად ჩვენთვის გასაგებად და იმ ხალხისთვის ვინც უსმენდა პირადად ესე ვთქვათ მას გასაგებია თუ როგორც ვენახი საზდობნო ვაზი და ლერწმის საზდობს იმ ვენახის წვენებისგან და ასე იკვებება ასევე ჩვენც აი როგორც ლერწმი წარმოუდგენელია იმ ვენახის ან ვაზის მასაზრდოებული წვენების მიღების გარეშე ასევე ჩვენც წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა და არსებობა სწორედ იესო ქრისტეს გარეშე მისი სისხლის და ხორცის მიღების გარეშე თუ კი ჩვენ ეს არ გვაქვს ეს წარმოუდგენელი არის ამიტომაც ყველა ეს სახარება და დღევანდელი სახარება თვითონ მიანიშნავს მხოლოდ ერთს რომ დავადგრეთ ჩვენ ვენახსაზე და ეს მართლაც უპრეცედენტო და უნიკალური საშუალება რომ მივიღოთ ვაზის წვენები ჩვენ ლერწმას და ამით მე ჩვენ ნაყოფი გამოვიღოთ რა ანუ ვეზეოთ ქრისტეს სის და ორს გამოვიყენოთ ჩვენი გადასარჩენად ჩვენს გადასარჩენად ეს ისევე ცოცხალი არის
და არ განხარვებულა და ისევე აქტუალური არის როგორც იესო ქრისტეს მიწაზე მოღვაწეობის პერიოდში. დღესაც ეს პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა, იკვლება მის ტაძრებში და დღესაც ვისაც სურს ნამდვილი ვენახთან ურთიერთობა, ნამდვილი ვასთან ურთიერთობა, ეს საშუალება მას გააჩნია. თქვენი არჩევანია, თორე ქრისტეს ყველანი უყვარხართ. არა მარტო ის, ვინც დაინახა მომავალი დიდარ ჭაბუკი და შეუყვარდა. ანუ თითოეული თქვენთაგანი უყვარხართ ქრისტეს. იმიტომ რომ მისი შვილები ხართ, მისი ფილებები ხართ. პრობლემა არის ჩვენში, ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე იესო ქრისტე და ჩვენ თვალთ მაქცობთ. არა მარტო ქრისტეს, არამედ ერთმანეთის მიმართაც. ეს ერთიგივეს ნიშნავს. მერთმა დაგულოცოთ, მერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა ნუ რას დროს ნუ გაცილოთ ვენახ ჭეშმარიტს. ამინ.